12.55 pH ექნება. მეგობრებო, თავის 5.8% ბონუსით. ეს არის ჩემი ყველა ძლიერი მაინერი ჯერჯერობით. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე გადავიღო კიდე ერთი ვიდეო Roller Coins-ზე, სადაც ჩვენს გამომწერს, ესე რომ ვთქვათ, ჩაურიცხე თანხა და დღეს იყიდის მოკლედ ფასს. და თუ დაგაინტერესებთ ეს ვიდეო და გაინტერესებთ ზოგადად მსგავსი კონტენტი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი და ზარეთს დააჭირეთ. ასევე დააკომენტარეთ თუ რაიმე ვერ გაიგეთ რაიმე სხვა აპლიკაციის განხილვა ან რაიმე გინდათ რაიმე შეკითხვა ქონდათ ამ ვიდეოში და ასევე შეგიძლიათ დაჯოინდეთ Discord-ში, ლინკი აღწერაში არის, ყველა ვიდეოს აღწერაშია, სადაც შეგიძლიათ მე მკითხოთ პირად რამე ან გაეცნოთ სხვა ინფორმაცია სხვა გამომუშავების აპლიკაციებზე რა. ზუსტად მიესალმე ხალხს. ხო, მოკლედ დღეს იყო პოლიგონზე ფასდაკლება, 25%-იანი ფასდაკლება იყო და ბარემ მეთქი უკვე დიდი ხანი გავიდა, რაც სეზონი დაიწყო თქო და ჩაურიცხავ ზույაც თანხას თქო ესე რომ ვთქვა და ზუსტად გვაჩვენება რომ თანხა ჩაგერიცხა ნამდვილად. კი ბატონო, აი 20 პოლიგონი ჩარიცხულია. ეხა მოკლედ რატო ჩაგერიცხა დღეს? ჯერ ესეთ ფასდაკლება არის 25%-იანი, თან კიდე გადადი ივენთები რომ ანუ დღეს რა ივენთს არის იმაში. ეხა უყურე ჩვეულებრივი ივენთი არის ესა, აქ ამ დროს როცა გადაცვლი არელტის და იყიდი Battle Pass თავის რევარდებსაც გაძლევს და თან კიდე ანუ ბონუს გექნება 1 საათი რომ რა თამაშებსაც ითამაშებ შემდეგ ლეველზე რასაც გადაიყვან, მაქედან მოგცემს კიდე იმას რევარდებს რა უფრო მეც. და მიდი ხა გადაიყვანე არელტიში და იყიდი აბა ის პასი. კი ბატონო, ნახე და ეხა ჩემი ის მოაშორე რა ქვია მე რო ვარ მულტიპლაიერი 2.2 რო ეწერა. ეგეც შეგილია რომ იმას აქნა თამაშების თამაში მაგით მოაგროვ და ეხა გადადი და იყიდე ფასი და ნახე ხა რამდენ რევარდს მოგცემს პირდაპირ იმის დროს რა ქვია გიფტის დროს. გილოცავ ეხა ორ ნახე რამდენი რაღაცა მოგცა ხედა ჩამოსკროლა ეგენი ქვემოთ. თუ ეგრე ვერ ოკეი. ქონის ხო არაფერი. მოკლედ Go Fun საჭირო ეხა ჩაულებრად და ნახე აბა რამდენი მოგცა იქიდან ერთ წამი რა დონეზე ხარ რომ აქ ვაჩვენო ხალხს. მერო ლეველზე კი არა, შენ ხარ ეხა მე-10 ლეველზე. და მე-10 ლეველზე ის მაგბიტლოკოში რამდენი გჭირდება კიდე რო აიღო ის მაინერი. ხო, ანუ ამის აღება შეგიძლია ჩვეულებრივად 15,000-თან ეხა შემდეგი 1 საათნახევარი თუ იმას იწამ რა ქვია. აი 1 საათნახე ბუსტი რო 2.2 უფრო მეც მოგცემს მაგას. სანამ დამიკავშირდებოდი გაგრას მეოგის მისიებს ვასრულებდი, მეგონი გამოჩნდა თავიდან ეკრანზე. ხო, ცოტა მქონდა უკვე აღებული. და ეხა ითამაში, კაროჩე ითამაშებ და გაცილებით მეც მოგცემს ვიდრე ჩვეულებრივად რა. და მაგას რო იჩალიჩებ, იქნებ ეგ მაინერიც აიღო მოკლედ, იმიტომ რომ საკმაოდ ნორმალური არის ეხა რას უყურებ რა. მოკლედ ეხა რაღაც უნდა აგიხსნა უცბად. ნახე, ჩელენჯებში ქვემოთ ჩამოვიდე, quest-ებში შედი იმ ჩვეულებრივ ყოველდღიურ quest-ებში. რაღაც მინდა რომ აგიხსნა მაგ. აი, ეხა უყურე რა ხდება. შენ აქ მაქსიმალურად უნდა შეძლო, რომ ყოველ კვირა აიღო 25 weekly challenge. იმიტომ რომ ისე მაგის გარეშე ვერ მოახერხებ, რომ ბოლომდე აიღო Battle Pass-ი რა. ვიცი, ეგ და მაგების მისიების ზოგი ცოტა მიჭირს, იმიტომ უყურე აი აქ რო წერია 0909. ხო. ეს გადმორიცხვა, ბიჭო, იმ მისიები და იმეებით ვერ ვასრულებ. ხო, ეგ უნდა იყიდო, მაგიტო გითხარ ცოტა მეტი, მაგიტო ჩაგერიცხა, მაგიტო გითხარ ბოლომდე იყიდე თქო, რაც მოგეცთხო მთლიანად. ეგ არა, ეგ არის გადაცვლა და ეგ ამ შეიძლება მაგაზე უარეს ჩელენჯი დაგიგდოს კიდე მაგას აზრი არა. ესე პირდაპირ ვიყიდვა ჯობია, ხო? კი, აუცილებლად უნდა იყიდო მოკლედ. და ანუ მე ნაწილები უნდა გახსნა, ნაწილების ფართები უნდა გახსნა და ის ფართები უნდა გაყიდო მე რა, რომ ანუ გახვიდე ბოლომდე რა, ესე რომ ვთქვათ ფასის ბოლომდე. ვიყიდო ნაწილები, მერე გავყიდო, ხო, ეგენი ვიცი, ხო. არა, იყიდო არა, ნახე, აქედან ხო გაძლევს, ნახე, ხა, მაგალითად open for any lucky RLT chest 30 იმას ხო გაძლევს არესტის. ამ არესტს უნდა იყიდო, მერე ჩვეული იყიდო რა, ანუ ჩესტები უნდა გახსნა და იქიდან რასაც ამოგიყრის, იმით უნდა იყიდო, კი არა, ეგენი უნდა გაყიდო მერე ესენი ნაწილები. და ნაწილებით ამ გაყიდული მაყუთით მერე უნდა გახსნა ეს ისენი, რა ქვია, დასკიპო ეს quest-ები, რომ უნდა იყიდო ეს quest-ები, ხო აზრ? კაი, სულ ეს არის მოკლედ ამ ვიდეოს რავი, რამე ხო არ აქვს სათქმელი და ბარემ მოვჭით. მადლობა შენ პირველ რიგში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პლუსი არის ახლა, იმიტომ რომ უფასოდ მაინც ცოტა სხვა თემაა და აქ უკვე ხარ ძლიერი მაინინგები ჩანს ამ სეზონზეც. კი, მაგა კაი ისენი არის მართლა. წეგან დავდე მაგას ვიდეო. ანუ იგივე დღეს ვიწერ ვიდეო. ერთი სიტყვით გულს თუ დაუდებ ამ საათს და დღეში 1-2 საათი მაინც დაუთმობ დროს. მე ხარ დაახლოებით როცა მცალია ხოლმე 1 საათი, საათნახევარი უთმობ და რავი, ნორმალურ
რეიტინგზე ვარ 100 რა. აჰა. ასე რომ ვისაც მართლა გაინტერესებს და დრო გააქვთ და მოთმინების უნარი, შეგიძლიათ რომ ჩაუჯდეთ და უთმოთ 1 საათი და ესეთი რაღაცა იქნება. ყველაფერი ხდება. კაი, მადლობა ზუიად და მოკლედ ამ ვიდეოს გააჩნია რა არის. ამ ვიდეოს გააჩნია რა სიგრძის იქნება, შეიძლება დავამატო კიდე რაღაც და მერე დავდო, შეიძლება ანუ ეხავე დავდო. გააჩნია რა სიგრძის იქნება და მაგის მიხედვით მოკლედ მეგობრებო, დაგემშვიდობებით ან ეხლა დაგემშვიდობებით ან მერე ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, ჭრა იქნება აქ მოკლედ. მოკლედ მეგობრებო, ამ ვიდეოს გავაგრძელებ. კი იყო 10 წუთზე მეტხანს ვიდეო, რაც ნახეთ აქამდე, მაგრამ მოვაჭრე რაღაცეებს და სხვა რაღაც მინდა რომ გაჩვენოთ ერთ სიტყვით. მოკლედ, ეხა ამ გაგრძელებაში, ამ ვიდეოს გაგრძელებაში, ესეთი puzzle event-ი არის მოკლედ რა. და მოკლედ, რასაც შევხედე რა, ერთ სიტყვით, მერჯებზე არის 2 ცალი, ანუ 180 და 380 ფართი უნდა შეაერთო და მოგცემს 2 იმას, 2 ესეც, ანუ rewards. და 4 უკვე ავიღე თამაშებიდან და ასევე გავხსნი lucky RLT chest-ებს კიდე რამდენიმეს, იმიტომ რომ აი ფულ მაქვს როგორც ხედავთ, ამ თვის ბოლოს კიდე 100 და მერიცხება და ანუ შესაბამისად მოდი ბარემ გამოვიყენებ და თან ცოტა ნორმალურ ვიდეოსაც გადავიღებ. მოდი ახლა შევაერთოთ ეს ნაწილები, 380 ცალი იყო იქ როგორც მახსოვს. 3 ნაწილი უნდა შევაერთოთ კიდე, კი ბატონო, 1 3 1 2 3. კი ბატონო. მოგცა ესეც როგორც ხედავთ აი 380 და 180. ანუ ეს არის 1 2 3 4 5 6 ცალი არის ეს და open 3 lucky RLT chest-ი და open 12 RLT chest მაგას გავაკეთებ ახლა და ესე chest opening-ივით გამოგვივა ამ ვიდეოში. გადავიდეთ ახლა notebook-ებში. დავაი დავიწყეთ. Nice. 200 რაღაცაზე ვიყავ. 5 კარგი არის. უკვე გადავდა, ოპა, გავეც პლუსში. კარგია, ნეტა სულ 2-ები ხსნა სულ, ან მეტი არ მინდა. 0.5 კარგია. გაჭედა. ერთი და იგივე იმაზე მოძრაობ, ანუ დიდად არ მოკლები ახლა არაფერას უყურებ. 1.0.5 მიდი რა ლეგენდარი დააგდე ერთ ვიდეოსთვის. Come on. არა უჯო, შანსი არ არის, იმენ არ დაგიგდებს. კაი რა. 2-იო ჩე. არა. კაი, ძალიან შვებით ახლა. აბა 12-ზე გავხსნი კიდე და მოკლედ რატომ და მე-9-ზე გვაძლევს აი ამ 3.5-მიან მაინუს 12 წელი უნდა გავხსნა კიდე, ხო? გადავიდეთ ახლა notebook-ებში და დავითვალოთ 1 2 nice 3 4 კარგი იყო ეს 5 6 რა იყო იმენა 7 8 ერთი ლეგენდარი მაინც ამოვაგდო 9 10 ეპიკი რამდენი 5 აი რა უშ გადავიდეთ ხომ წეს მე მგონი ერთი შემთხვევით გამეხსნა და ამიტომ კი ბატონო 34 ცალი არის და მოდ დავიწყოთ ხამებს გახსნა და ვნახოთ რა ამოგვივიდა ეს თუ ამოგვივიდა ეს ძალიან მაგარი მაინერი არის იმენ აბა ვნახოთ 80 არის ტინიჩიო 40 პაუერები არ მინდა ხა პაუერებს მიაყრეს სულ come on ძალა ისევე კიდე ძალა არ მინდა ძალები რა კაი რა აუ იმენა come on ყველაზე useless რაღაცა მოგცა აბსოლუტურად ერთ-ერთიც არ იყო წესიერი ყველა ცუდი ისენ დაყარ ნუ რას ვიზამთ ეხლა ბიტკოინი კი მაქვს მოგროვებული რა სადღაც 21 არის მე მგონი თუ 20 არ კი შემიძლია რომ გავაკეთო ეხლა ეს 1 მეორე და კიდე მე RLT chest-ები გავხსნა მაგრამ დიდად ანუ არაფერს არ მოგცემს ასე რომ
მოდი გავჩერდები ახლა აქ და ბარემ გადავიდეთ ახლა მერჯში და ავიღოთ ჩვენი ძალიან ძლიერი მაინერი, იმიტომ რომ უკვე დრო არის მე მგონი. კი ბატონო, ნახეთ 7.4 RLT-ს ვიხდით 493 ამას და 12.55 pH ექნება. მეგობრებო, თავის 5.8% ბონუსით. ეს არის ჩემი ყველა ძლიერი მაინერი ჯერჯერობით. მოდი ავიღოთ უცბად და კი ბატონო, merge successful. ესენი ჩემილი რომ გავაძლიერო უკვე. მოდი ამებს ავიღებ ბარემ და მოდი ბარემ გავაძლიერებ რეებიც დამრჩება. იმიტომ რომ დიდი ხანი ველოდებოდი ამას, რომ მეთქი ვიდეოში ჩავსვა, მეთქი ერთად ბევრს მოვაგროვებ და რაღაცა თქო და საკმაოდ ნორმალური რაღაცაები იჭდება უკვე. ამასაც გავაძლიერებ, რატომაც არა. ბევრი მაინც არ აღირს, 400 რაღაცა ღირდა. და დანარჩენი ისეთი ახლა ძალიან ძლიერი არაფერი არ მაქვს. ანუ ახლა ამას ავიყვანდი შემდეგ ლეველზე, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ აღარ მაქვს საკმარისი რაოდენობის ისენი რა ქვია პლატები. ეხლა დამრჩა რამდენი პლატა? 6000 რო გაყო 50-ზე, ნუ ყოველ შემთხვევაში არის რამდენი, მაგრამ იმდენი ვერ იქნება, რომ იქ ისიც მეორეზე გადავიყვანო, ასე რომ გადავიდეთ ეხლა მთავარ მენიუში, დავაწვეთ auto sets და აბა ვნახოთ ეხლა მაქვს 3.24 pH მაინერების დაწყობის გარეშე და აბა ეხლა ვნახოთ მაქსიმალურად რამდენს მოგცემს. აი მეგობრებო, როგორც ხედავთ 413.6 pH მაქვს ეხლა. აქედან მოდი ვნახოთ უცბად. აქედან ტემპორარი არის მარტო 34 და თამაშებიდან არის 1.6 და დანარჩენები, ანუ ორიგინალ პაუერი არის, ანუ იმენა ჩემ მაინერების და რაქების ეს არის რა ქვია პაუერი არის, რაც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ბონუს პაუერი ნახამდე რანაირად მაქვს. ხო, ასე რომ საკმაოდ ძლიერი მაინერები დავაგდეთ, მეგობრებო. მე პირადად ძალიან მომწონს, როგორც მივდივარ. ჯერ კიდე 74 დარჩენილი მაქვს, ამას კიდე რაღაც ისეთში დავხარჯავ, გაძლიერებები ჯერ არ მაქვს, იმიტომ რომ ეხლა რო ნაწილებ რო ვიყიდო სისულელი არის. რამე ივენტში გამოვიყენებ რახანისა და შემდეგ 9 დღეში თუ რაღაც ეხლა როდის აიტვირთება ეს ვიდეო არ ვიცი, ალბათ სადღაც სამშაბათს ან რაღაცა ესე და როგორც ხედავთ უკვე საკმაოდ წინ მივდივართ და რახან მეხმარებიან და რაღაცა ეგეც ძალიან ხელს მიწყობს და ანუ უკვე მეორე კვირა არის და აი მე 4 ლეველს დავხურავ, მე 5 ლეველს შუაში ვიქნები ამ ჩელენჯსაც რო შევასრულებ, ხა ერთი ჩელენჯი მაქვს დღეს დასრულებული კრიპტონოიდში 15 უნდა ვითამაშო და ეგ იქნება უკვე საკმაოდ ნორმალურად ვიქნები. როგორც ხედავთ, აი 5500 ჩამოვცდით, ანუ ტოპ 5414 ვარ ეხლა და რავი ჯერჯერობით ეს გზა გრძელდება მეგობრებო, ესე რომ ვთქვათ. კიდევ ვაპირებ, რომ ის 4-იანი მოვაკლო ბოლოში და ტოპ 1000-ში მაინც ვიყო. ასე რომ, ხო, რავი, ნახოთ რა იქნება მომავალში. Galactic Guardian-ი რო ავიყვანო, მე 4 ლეველზე ექნება 33 pH-ი თავისი 10% ბონუსით, რაც არის ძალიან მაგარი. ასე რომ ხო, სულ ეს ხო მეგობრებო ამ ვიდეოსთვის, იმედია მოგეწონათ, დავასაჩუქრეთ ჩვენი გამომწერიც, ჩვენც ძალიან მაგარი ბონუსი და ეს ავიღეთ აქედან, რა ქვია, მაინერები ავიღეთ და დავალაგეთ ესე რომ ვთქვათ და რავი თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ზარისხლებს დაიჭრეთ, როგორ გამოგჩნდით ვიდეოები roller coins და მსგავს საიტებს, საიდანაც ფულის გამომუშავება შეიძლება. ასევე დააკომენტარეთ თუ რაიმე ვერ გაიგეთ რაიმე სხვა აპლიკაციის განხილვა გინდათ რომ გადავიღოთ და თუ გინდათ ფულის გამომუშავება რომ დაიწყოთ, Discord-ის ჩენელი მაქვს აღწერაში, შეგიძლიათ რომ შეხვდეთ და გადაიკითხოთ რა შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ როგორ და ანუ თქვენზე მორგებული რაღაცები შეგიძლიათ რომ აარჩიოთ აპლიკაციებიდან, რითიც ფულის გამომუშავება შეიძლება. სულ ეს იყო ამ ვიდეოსთვის და შემდეგ შეხვედრამდე. ნახვამდის.